მსოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ Global Auto Import-ი. დრო ვისაუბროთ იმაზე, თუ რა მოხდა დღეს მსოფლიოში და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი რამ მოხდა, თუმცა ლამის ყველა მოვლენა იყო დაკავშირებული ჰორმუზის სრუტესთან. ბოლო 24 საათში იყო ცეცხლის გახსნა, იყო დროებითი მშვიდობა, იყო საპირისპირო ცნობები, ორივე მხარე აბსოლუტურად განსხვავებულ რაღაცას იძახდა და საბოლოო ჯამში რამდენიმე საათის წინ ჯერ ირანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰორმუზის სრუტეში არის სრული ბლოკადა და ვერავინ გაივლის და შემდეგ ტრამპმა გაავრცელა ჯერ ინტერვიუ და შემდეგ უკვე ოფიციალური განცხადება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება და რაც ხდება, არის სრული სიგიჟე. მარტივად რომ ვთქვათ, ამერიკა აპირებს ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტული გადასახადის დაწესებას. ამერიკა აპირებს ამას და არც ირანი. ახალი ამბავი გვაქვს ასეთი. ტრამპი ფიქრობს, რომ რეალურად ამერიკის შეერთებული შტატები უკვე უზრუნველყოფს ჰორმუზის სრუტეში და ზოგადად ახლო აღმოსავლეთის რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნებას და ეს უსაფრთხოება რომ იქ იყოს, ამისათვის ამერიკა ძალიან დიდი ინვესტიციასაც დებს და ყოველდღიურადაც თანხებს ხარჯავს. შესაბამისად, ამერიკამ ამ გაწეული შრომის სანაცვლოდ უნდა მიიღოს ღირსეული კომპენსაცია და ღირსეულ კომპენსაციად ტრამპს მიაჩნია 20%. დიახ, ტვირთის 20%, აი მაგალითად, გემი თუ არის დატვირთული 100 მილიონი დოლარი საქონლით, 20 მილიონი დოლარი ამ გემის ოპერატორმა უნდა ჩაურიცხოს ამერიკის მთავრობას, რათა ამ გემმა გაიაროს ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოდ. ცხადია 20%-ს ვერავინ გადაიხდის დედამიწაზე. თუ ვინმე გადაიხდის, ის სავარაუდოდ ბიზნესიდანაც გავა, რადგანაც ხშირად ოპერატორების მოგების მარჟაც კი არ არის 20% და აბსოლუტურად წარმოუდგენელი ამისი გადახდა ამერიკის მთავრობისათვის. თან ეს საერთოდ რამდენად არის ლეგალური და რამდენად აქვს ამერიკას უფლება, რომ ჰორმუზის სრუტეში რაღაც გადასახადები დააწესოს, ეგ კიდევ საერთოდ სხვა საკითხია. ამასთან ერთად ტრამპმა ისიც თქვა, რომ ჰორმუზის სრუტე რეალურად უსაფრთხოა, არაფერი არ შავდება იქ და ყველას შეუძლია გაიაროს იმ დრონების ნოეშინიათ, რაკეტებისაც ნოეშინიათ, რადგანაც ამერიკის ძლევამოსილი საზღვაო ფლოტი იქ არის და თავად გააუნებელყოფენ ისინი ყველანაირ საფრთხეებს. ამასთანაც არის ძალიან დიდი კითხვის ნიშნები, რადგანაც როგორც კი სამხედრო დრონი მოფრინავს გემის მიმართულებით, გემი რა თქმა უნდა ადგილზე ჩერდება. ასეთი არის ყველას ლოგიკა და სამართლიანიც არის პრინციპში ეს ლოგიკა. თუმცა ტრამპი ამბობს, რომ ჰორმუზი უსაფრთხოა, გარდა, რა თქმა უნდა, ირანული გემებისთვის, მათთან დაკავშირებით ტრამპი ამბობს, რომ ირანულ გემებს არ შეუძლიათ ახლა ჰორმუზის სრუტეში გავლა და თუ მოინდომებენ გავლას, ისინი მარტივად რომ ვთქვათ, ჩაიძირებიან და იხილავენ ჰორმუზის სრუტის ფსკერს. მოკლედ, ვითარება ძალიან დაიძაბა, ამის ფონზე ნავთობი გაძვირდა 5%-ით, ინფლაციური რისკები დაბრუნდა, საფონდო ბირჟა დაეცა და დაუბრუნდით მე-9 რაუნდს ამ კონფლიქტის ესკალაციისა, რა თქმა უნდა, მშვიდობა იყო მყიფე, მშვიდობა იყო დროებითი და ის ომი, რომელიც არ იყო დასრულებული, როგორც ჩანს, მართლაც არ არის დასრულებული და ყველა ის ანალიტიკოსი, რომელიც ამბობდა, რომ ირანის ნდობა არ შეიძლება, იყო მართალი. ისინიც მეასედ იყვნენ მართლები, რადგანაც ირანი არ არის ის აქტორი, რომელსაც შეიძლება ვენდოთ სიტყვაზე და რომლისგანაც შეიძლება მივიღოთ პირობები და მივიღოთ, რა თქმა უნდა, ამ პირობების აღსრულება და დაცვა ბოლომდე. კიდევ ერთი აქტორი, რომელსაც არ შეიძლება ვენდოთ არასოდეს ისტორიულად, ეს არის რუსეთის ფედერაცია. და მას ძალიან კარგად აცნობიერებენ ევროპელი კანონმდებლები, რომლებიც რუსეთისთვის ამზადებენ ახალ საჩუქარს. ეს არის სანქციების ახალი რიგით 21 პაკეტი, რომელიც იქნება ძალიან დიდი, რავლისმომცველი და როგორც ამბობენ, გრანდიოზული. ეს პაკეტი შემუშავდება ისტორიაში პირველად გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, ანუ ისინი ერთობლივად დააწესებენ ამ პაკეტს და ის მოიცავს როგორც FSB-სთან დაკავშირებული ორგანიზაციებისა და პირების სანქცირებას, ასევე 250-მდე სუბიექტის შეყვანას შავსიაში, 9 პირის ძალიან მაღალი თანამდებობის პირების სანქცირებაზეც არის საუბარი, ასევე იმ კომპანიებზე, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან სხვადასხვა ტვირთის არალეგალურად გაყიდვაში და ასევე რა თქმა უნდა ეს სანქციები შეეხებათ ბანკებსაც, რომელთაც რეგულაციები ნამდვილად სჭირდებათ, რადგანაც რუსეთს ხშირად იმაზე მარტივად შეუძლია ტრანზაქციების გატარება, ვიდრე უნდა შეეძლოს. ასევე სანქციებში უკვე აღმოჩნდა სხვა შორის VK, იგივე VKontakte, რომელიც არის მოგეხსენებათ რუსული დეველოპერული კომპანია, ის სხვადასხვა პროექტებზე მუშაობს, ერთ-ერთი მათგანი არის VK სახელით ცნობილი სოციალური ქსელი და ასევე კიდევ ერთი ახალი პლატფორმა, ეს არის Maxi,
ალბათ არავინ იყენებთ და ღმერთთან ნურს დაგაჭიროთ, როდესაც მაქსის გამოყენება. მოკლედ ეს არის რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილი მესიჯინგ აპლიკაცია, იგივე WhatsApp-ია, ოღონდ რუსული, სადაც FSB პირდაპირ კი არ გითვალთვალებთ, შიგნით არის ჩაშენებულია, ლაივ რეჟიმში უყურებს თქვენს მიმოწერას, თქვენს ლოკაციას, იმას რა იყიდეთ, რა გააკეთეთ, სად იყავით, ვისთან ელაპარაკებთ, სრული კონტროლი და თვალთვალი მთავრობის მხრიდან. თუ გინდათ რომ რუსეთმა და FSB-მ გითვალთვალოთ, გადმოწერეთ მაქსი და ძალიან კარგად იქნებით. მოკლედ, აი ეს VK მაქსის შექმნისათვის დაასანქცია ევროკავშირმა და ძალიან დიდი ჯარიმებიც მიუვათ მათ და სხვათა შორის Apple-მა და Google-მა VK-ს და მაქსიც გააქრეს სტორებიდან, რადგანაც ასეთ აპლიკაციასთან წვდომა საერთოდ ადამიანს არც კი უნდა ჰქონდეს, ეს არის ფაქტობრივად, როგორც გითხარით, სრული თვალთვალის მექანიზმი, რომელიც შექმნა მთავრობამ იმის გამო, რომ რუსეთში აიგზალა მოგეხსენება Telegram-ი, Messenger-ი, WhatsApp-ი, Viber-ი, ამის ყველაფერი აიგზალა და ალტერნატივა წარმოადგინა თავად VK-ს მიერ შექმნილი ეს გასაოცარი მესიჯინგ პლატფორმა, რომელიც როგორც გითხარით, უკვე არის ამჟამად სანქცირებული. ევროპაზე ვთქვათ, ორივე სიტყვა ძალიან მძიმე და რთული ვითარება ევროპის რეგიონში. 10,000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა უკვე სიცხის შედეგად. მდგომარეობა არის ნამდვილად ექსტრემალური, რაც გამოწვეული არის, როგორც ექსპერტები ამბობენ, კლიმატის ცვლილებით და იმ ყველაფრით, რაც ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში და კლიმატის ცვლილების შედეგია ის, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე ამჟამად არის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა, ტენის მოცულობა არის ძალიან დაბალი და ამას ეწირება ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლეც. აქ ის უნდა ითქვას, რომ ძირითადად გარდაცვლილები უმეტესობა არიან 65 წელს გადაწილებული ადამიანები, რომელთაც აქვს სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემები და ისინი უბრალოდ ფიზიკურად ვეღარ უძლებენ ასეთ ექსტრემალურ სიცხეს. ყველაზე მეტად, ასე ვთქვათ, დაზიანებული რეგიონები კი არის დაახლოებით საფრანგეთის და ბელგიის მიმდებარე ტერიტორიები და ასევე გაერთიანებულ სამეფოშიც არის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა, თუმცა ევროპაში ამის არ არის ქვეყანა დარჩენილი ისეთი, სადაც ეს პრობლემა არ იჩენს ამჟამად თავს. მოკლედ ვითარება ძალიან რთულია, მძიმეა და იმედ ვიქონიოთ, რომ ეს ტემპერატურა და ეს ამინდი არ დაიძრება და არ აღმოჩნდება საქართველოში მომდევნო თვეების განმავლობაში. იმედ ვიქონიოთ, რომ აქ ცდება ის კლიმატური ტალღა, რაც ამჟამად არის ევროპის რეგიონში. მსოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ Global Auto Import-ი.